საუბარი დავიწყოთ ირაკლი ჩხვირკიას მიმართვით საქართველოს წინაშე იქნება დანაშაული თუ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოაცხადებთ. ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს დღეს ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკია უხსნიდა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, რომ მის საქმეში, მისი ბრალდების საქმეში მტკიცებულებები სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს, მხოლოდ 6-ამიანი ვიდეო აქვთ ჩადებული საქმის მასალებში, სადაც ჩანს, რომ ჩხვირკია სასახლის ტერიტორიაზე არ იმყოფება, ის მხოლოდ ხელებს იქნევს, ამბობს, რომ ციცაკის სპრეი ჰქონდა სახეზე მოხვედრილი და ის იყო მიზეზი, რის გამოც ხელებს იქნებდა და ვერ ხვდება ხელების ქნევის გამო როგორ შეიძლება იჯდეს საბრალდებო სკამზე. საკუთარ მოტივაციაზეც ესაუბრა დღეს ბრალდებული სასამართლოს და უთხრა, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება ოდესმე საქართველოში და უდანაშაულოდ კითხვები გაჩნდება პროკურორების ან მოსამართლის წინააღმდეგ, ის აუცილებლად მათ დასაცავადაც ქუჩაში დადგება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ფრაგმენტი ჩხვირკიას მიმართვიდან, ტელეგრამ არხზე გავრცელდა ეს ფრაგმენტი. აღმოჩენილ იმ ცენტრში, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ეს ხო არ შეიძლება შედაცული იყოს ბრალად, ეს მიმართოთ თქვენ ამ ძალადობრივი მოქმედების მონაწილეებს. თუ გამოძიების პირველ ეტაპზე ვთხოვდი, რომ პროკურატურა მოიტანოს რამე სხვა მტკიცებულება გარდა იმის სამიანი ვიდეოს, სადაც მე არაფერს ვაფშე. უბრალოდ რა იმ 6 წამის გარდა იმ ტერიტორიაზე ვარ. არ არსებობდა ბუნებაში არც ერთი მტკიცებულება, რომ მოეტანა ვთქვათ, პრეზიდენტის რეზიდენციის კამერის ამონაწილი ის მონაკვეთი, სადაც მე ჩანდა. ნახავდით იმას, რაც ჩანს იმ 6 წამში, არასდროს არ ყოფილა ქვეყანაში რაღაც იდეოლოგიურ სამართალში. შეგვეუბნება, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ოქილანი ისმოდა ასეთი რაღაცა მტკიცებულება დასხვანიო. ეს დასხვანი არავინ არ იცოდა, დასხვა მოქმედებებს ჩაწერდა და რამდენ აჩავიდი. პროკურატურა შეიძლება დატოვოს სასამართლოს. თუმცა ამბობს, რომ მე მოგებოდი რეზიდენციის ეზოში. არ გადავსრულა ტერიტორიაზე, არ ქონდა რანაირი ცდილობა რეზიდენციის ან სხვა რაიმე დაწესებულების აღების, რომ მხოლოდ წინასწარი განზრახვა მოსამართლეს. ან ინფორმაცია რომ ქონდა, რომ ასეთი რაიმე შეიძლება მოხდეს. მე განხორციელებდა რაიმე საკითხის მოქმედება, აუცილებლად როგორც მინიმუმ სახეს დავუყარავდი. პირველი თვალშისაცემი ტყუილი გახლავთ ის, რომ ირაკლი ჩხვირკია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში იმყოფებოდა 1 წამით მაინც. მათ მიერვე წარმოდგენილი მასალები ჩანს, რომ ირაკლი ეზოს ტერიტორიაზე არ შესულა. ბატონმა პროკურორმა დასკვნის სიტყვაშიც გაიმეორა, რომ ჩხვირკია იმყოფებოდა სასახლის ეზოს ტერიტორიაზე. ჩემთვის სრულად გაუგებარია რა უდევს ამას საფუძვლად. რამე თუ არც ერთი მტკიცებულება, ნუ რაღა არც ერთი, ისედაც ერთია ამას არ ადასტურებს. ამბობენ, რომ ის იღებდა აქტიურ მონაწილეობას ძალადობრივ მოქმედებაში და ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებსო. ამის მტკიცებულება სად არის? იქნებ ვიდეოა სადმე, სადაც ძალადობს. ღობეს ეჯაჯგურება, რამეს ანგრევს, ვინმეს ურტყავს, იქნებ მოწმეა სადმე, ვინც ამას დაგვიდასტურებს. ექნება ბრალდების მხარეს რეპლიკის საშუალება და მე ამაზე პასუხს დიდი სიამოვნებით მოვისმენ. არ არსებობს მოწმე 135 მოწმინდა, რომელიც არათუ იმას დაადასტურებდა, რომ ირაკლი ჩხვირკიამ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არამედ საერთოდ რამე სიტყოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. ერთი საცოდავი ვიდეოს ნაგლეჯით უნდა ბრალდების მხარეს, რომ ადამიანი ორ ბრალდებაში გაამტყუნოს. ირაკლი 6 წლის იყო აფხაზეთი და როცა მოუწია წამოსვლა. სახლში ელოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა და ბებია, რომელთა ერთადერთი მარჩენალი და მოვლელი ირაკლი იყო. ამას იმისთვის არ გეუბნებით, რომ ირაკლი შეგეცოდოთ. არავის შესაძლებელი არაფერი არ სჭირს. უბრალოდ მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოჰყვა ხელისუფლების ნებას, გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას. ირაკლი ჩხვირკიასგან განსხვავებით დასკვნითი სიტყვის უფლებით არ უსარგებლია პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, მხოლოდ მისმა ადვოკატმა ისაუბრა დღეს, მან სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ პროკურატურამ ვერ წარადგინა 7 თვიანი განხილვების ფონზე საქალაქო სასამართლოში, რომ ლაშა ბერიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას. მოტივაცია ლაშა ბერიძის სასახლის ეზოს ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით განმარტა დღეს უფლებადამცველმა და ახლა ჩვენ შეგვიძლია დასკვნითი სიტყვიდან ფრაგმენტი მოვისმინოთ ადვოკატის.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდებული ლაშა ბერიძის მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მისი ხელმძღვანელობა. არ დასტურდება მისი მონაწილეობა ჯგუფის კოორდინირებულ მოქმედებაში. არ დასტურდება საერთო დანაშაულებრივი განზრახვა. ბრალდების მხარე ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებს ჰქონდა განზრახვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. განზრახვა არ შეიძლება ვარაუდით ან ზოგადი გარემოებებით დადგინდეს. ის უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ბრალდების მხარე ცდილობს პირის ბრალეულობის შექმნას მხოლოდ მისი ადგილზე ყოფნისა და მოვლენებთან ზოგადი კავშირის საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივ სტანდარტებთან და შესაბამისი მუხლების კომენტარებთან. ბრალდებულის პასუხისგებლობის დასადგენად აუცილებელია არა უბრალოდ ადგილზე ყოფნა, არამედ აქტიური მიზანმიმართული დანაშაულებრივი განზრახვა. სწორედ ეს ელემენტი სრულად აკლია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა სანდო დასკვნის საფუძველს ბრალდებულის ჩართულობის შესახებ. ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება დანაშაულის შემადგენლობას. ბრალდებული არ მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში ან ძალადობის კოორდინირებაში. გონივრული ეჭვი არა მხოლოდ არ არსებობს, არამედ მკაფიოდ დადასტურებულ ფაქტებთან წინააღმდეგობაშია. კანონმდებლობა და სამართლებრივი სტანდარტები მოითხოვს, რომ ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს მიმართავს ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატის დასკვნით სიტყვას. კითხულობს, შაიშმელაშვილს არ მიეცა შესაძლებლობა არც ერთხელ სასამართლოში თავი ემართლებინა, მას შემდეგ რაც შაიშმელაშვილის ადვოკატი დაასრულებს სიტყვას, უკვე ბრალდებულ ნიკა გვენცაძის უფლებადამცველი ომარ ფურცელაძე მიმართავს სასამართლოს, რის შემდეგაც უკვე სასამართლოს ხდომა შემდეგი ხუთშაბათისთვის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდება და სწორედ შემდეგ ხუთშაბათს 7 მაისს დიდი ალბათობით სასახლის ზღობის საქმეზე მოსამართლე პირველ ვერდიქტს გამოაცხადებს, პირველს, იმიტომ რომ ეს საქმე 5 ეპიზოდად არის დაყოფილი და სწორედ პირველი განაჩენს გამოუტანენ 4 ოქტომბრის დიდი შეკრების ორგანიზატორებს.